სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა ამინ. დღევანდელ სახარებაში მოთხრობილია ეპიზოდი, როდესაც ერთი ადამიანი მიდის მაცხოვართან და ევედრება თავისი ეშმაკეული შვილისათვის. ამასთან ერთად განიკითხავს და ამცრობს მის მოწაფეებს, როდესაც ამბობს, რომ მათ ვერ შეძლეს მისი შვილის განკურნება. უფალი, რომელიც გულთან მზრახველია, მიხვდა რა მის ურწმუნოებას ასე მიმართა. ხო ინათესავი ესე ურწმუნო, როდემდე ვიდებდე თავსა ჩემსა თქვენსა. ნეტარი თეოფილაქტი ასე განმარტავს ამ ეპიზოდს, რომ ურწმუნო ადამიანი იმის მაგივრად, რომ ნანოვდეს თავის სოდობის შესახებ, რომ შეიძლება მისი შვილის ესეთი მდგომარეობა მისი ცოდვებისა და მისი ურწმუნოების გამო იყო, იქვე განიკითხავს სხვას, უფლის მოწაფეებს. და აქედან გამომდინარე, უფლის რისხვას და მხილებას იმსახურებს. როდესაც ადამიანს რწმენა აკლია, იგი ყოველთვის ვიღაცას განიკითხავს, ვიღაცას განცდის, გარდა საკუთარი თავისა. ასე იყო ყოველთვის. არიან ადამიანები, რომლებიც ამბობენ და ბევრნი არიან ასეთები, რომ ღმერთი მწამს, მაგრამ ეკლესია არ მწამს. მისი მოძღვრებისა, მისი მღვდლებისა მე არ მწამს. აი ასეთ შემთხვევაში სწორედ დღევანდელი სახარებისეული ეპიზოდის ეს მამხილებელი გაფრთხილება უფლისა ეხება ყოველ ასეთ ადამიანს. თუ ღმერთი გწამს, მისი სწავლებისაც, მისი მოძღვრებისაც უნდა გწამდეს. ჩვენ არ გვინდა არავის ქება და დიდება. პირიქით, ჩვენ ვფიქრობთ, რომ არა მარტო სასულიერო პირები, არამედ ერის ადამიანებიც, რომლებიც განდიდდებიან და იქებიან სხვათაგან, მეტად და მეტად დიდ საფრთხეში ვარდებიან. მოусმინოთ, რას ამბობს მთავარი იოანე ოქროპირი საქმე მოციქულთას განმარტებისას. ეკლესიისათვის ყველაზე დიდი საფრთხე დევნის არარსებობაა. როდესაც დემონური ძალები თავს ატყდებოდნენ ეკლესიას, პირდაპირ შევიწროების, დევნის და ტერორის გზით ყოველივე ეს თვით მდევნელთა ნების საწინააღმდეგოდ ფილტრივით მოქმედებდა, წიდისაგან ასუფთავებდა მადანს. დაამატებს არქიმანდრიტი რაფაელი. ამ ცეცხლოვანი გამოცდით ეკლესიის მტრები თვითონ წმენდნენ ეკლესიას, ათავისუფლებდნენ მას ნომინალური ქრისტიანებისაგან და იმ უპრინციპო პრაგმატიკოსებისაგან ეკლესიაში საკუთარი სარგებლობისა და კარიერის გამო რომ მოვიდნენ. როდესაც დევნა წყდება, თითქოს ჯებირები და კაშკლები იღება და მდინარის კალაპოტი წყლით ივსება, მაგრამ ამ წყალს თან მოსდევს დაგროვილი ჭუჭყი. როდესაც დევნა წყდება და საზოგადოებრივი აზრი არა მხოლოდ ითმენს ქრისტიანობას, არამედ მის წახალისებასაც იწყებს, შიგნიდან სხვა დამანგრეველი პროცესი იწყება. ეკლესია კარგავს თავის სულიერ სიწმინდეს და მისი გალავნის შიგნით თავიანთი სულისკვეთებითა და ცხოვრების წესით ეკლესიისათვის სრულიად უცხო ადამიანები ხვდებიან. ზოგი მათგანი ეკლესიას ექსპერიმენტების ასპარეზად აღიქვამს და იმის ნაცვლად, რომ ისწავლოს ეკლესიისაგან, თვითონ იწყებს მის სწავლებას. სხვები საეკლესიო დიპლომატები ხდებიან, ზოგი ეკლესიაში ვაჭრობს, ვიღაცები იქ საკუთარ პატივ მოყვარეობას იკმაყოფილებს და სხვა. როდესაც სადგურში აცხადებენ, რომ ერთი მატარებლიდან მეორეში გადასვლა საჭირო,
ყველაზე სწრაფად ისინი გარბიან და საუკეთესო ადგილებსაც ისინი იკავებენ, ვისაც ცარიელი ჩემოდნები მიაქვთ. ცხადია, ამით სრულიადაც არ გვინდა ვთქვათ, რომ ასეთები უმეტესობას შეადგენენ ეკლესიაში. პირიქით, ეს უმცირესობაა, მაგრამ ისეთი უმცირესობა ერთობ უსიამოვნო სუნი რომ ազდის. ამიტომ ეკლესიას ახალი პრობლემები უჩანდება. ესაა შიდა საეკლესიო ბრძოლა მართლმადიდებლობის სიწმინდის დასაცავად. კონსტანტინე დიდის რეფორმის შემდეგ, რომელმაც ეკლესიას თავისუფლება მიანიჭა, დადგა ახალი პერიოდი მწვალებლობებთან და ქრისტიანული მოძღვრების შერყვნასთან განუწყვეტელი ბრძოლისა. არანაკლებ მძიმე და საპასუხისმგებლო ვიდრე თვით ეკლესიის არსებობისათვის ბრძოლა მისი დევნის ხანაში. დღეს ჩვენ ვხედავთ მეოთხე საუკუნის ეკლესიის ისტორიის ერთგვარ სარკისებურ ანარეკლს. იმ განსხვავებით, რომ მსოფლიო კრებებისა და პატრისტიკის ეპოქაში ეკლესიას ჰყავდა დიდი მოღვაწეები და ღრმა ღვთისმეტყველები. ჩვენი დრო კი ასეთი მოღვაწეებით უკიდურესად ღარიბია, მაგრამ ეკლესიას თავის სიახში დაუშრეტელი ძალა აქვს, რომელიც ჩვენს უძლურებას ავსებს. ესაა ლიტურგიის მადლი და საეკლესიო ტრადიცია. ვინც ამ კალაპოტში ცხოვრობს, მას შეუძლია თავისი მართლმადიდებელი გულით გაარჩიოს ჭეშმარიტება ცდომილებისაგან, სინათლე სიბნელისაგან, სარწმუნოების სიწმინდე მზაპრულად შეთხზული სიცრუისაგან. ვაგრძელებთ რა ეხლა საუბარს ამ საკითხთან, წმენასთან დაკავშირებით, ჩვენ ეკლესიასთან დაკავშირებით, ჩვენს ეროვნულობასთან დაკავშირებით. მინდა უნიის შესახებ ვისაუბრო და ამასთან ერთად პარალელი ყოველთვის გავავლეთ ევროკავშირთან და შეხედეთ, როგორ თანხვედრაშია ეს ორი ცნება. სიტყვა უნია კავშირს ნიშნავს, მაგრამ უნიატურ ეკლესიაში სინამდვილეში არავითარი კავშირი არ არსებობს. უნიატებს უფლება ეძლევათ თავიანთი ტრადიციული მართლმადიდებლური წესები შეინარჩუნონ, მაგრამ ამასთან ერთად უნდა მიიღონ ყველა კათოლიკური დოგმატი და შევიდნენ კათოლიკური ეკლესიის იერარქიულ სტრუქტურაში. ხომ არ გვეცნობა ეს ევროკავშირთან მიმართებაში, რა სიტყვენ ჩვენგან, ჩვენი ქვეყნისგან. უნიატები მოვალენი არიან მექანიკურად მიიღონ ახალი დოგმატები, რომლებსაც კათოლიკური ეკლესია გამოაცხადებს. ამგვარად უნიატი აღმოსავლური წესის კათოლიკია. ესაა კათოლიციზმის ტოტზე აღმოზრდილი ჰიბრიდი. კათოლიკეთათვის უნიატი იგივე კათოლიკია, მაგრამ ყველაზე დაბალი თანრიგისა. მართლმადიდებელთათვის კი მამათა სარწმუნოებისაგან განდგომილი. თვითონ მართლმადიდებლური წესები სცდებიან რა მართლმადიდებლურ ცხოვრებას, დოგმატებსა და ლიტურგიკას ნელ-ნელა, მაგრამ გარდაუვლად განიცდიან დეფორმაციას. ამიტომ თანამედროვე უნიატების ღვთისმსახურება, ტაძრების მორთულობა, ხაწერა, ლიტურგიკული საგალობლები სულ უფრო და უფრო ეკლექტიკური ხასიათს იძენს. მაგრამ ახლა სხვა საკითხს მიუბრუნდეთ, რომელიც ჩვენი ოპონენტებისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მართალია, რომ უნია ერისაყოლების, ერთიანობისა და უსაფრთხოების გარანტიაა, ანუ ევროკავშირი ერისაყოლების და უსაფრთხოების გარანტიაა. მე-12-მე-15 საუკუნეებში ბიზანტიის იმპერატორებმა რამდენჯერმე სცადეს ევროპული სახელმწიფოების დახმარების მიღება ოსმალთა აგრესიასთან ბრძოლაში. მთავარი ძალა, რომელიც ამ კავშირს შეკრავდა, უნდა ყოფილიყო საეკლესიო უნია რომთან, მაგრამ ამ ცდილობებმა სრულიად საპირისპირო შედეგი გამოიღო. დასავლეთთან გაერთიანება ვერ მოხერხდა. სამაგიეროდ თვითონ
ბიზანტიელებს შორის მოხდა განხეთქილება. მათთვის, ვინც კათოლიკე ჯვაროსანთა უღელი გამოსცადა, მაჰმადიანთა ბატონობა ნაკლებად მძიმე ჩანდა, ვიდრე რომის ხელისუფლება. მართლმადიდებელი პატრიარქი გარკვეული უფლებებითა და პატივისცემითაც კი სარგებლობდა ოსმალთა მხრიდან, რომლებმაც იერუსალიმი აიღეს, ხოლო ჯვაროსანთა მიერ პალესტინაში იერუსალიმის სამეფოს შექმნის შემდეგ პატრიარქი იძულებული გახდა დაეტოვებინა წმინდა ქალაქი. 1458 წლის უნიამ ნამდვილი დემორალიზაცია შეიტანა ბერძენ ხალხში. უნიატი იმპერატორს ოპოზიცია გაუჩნდა, რომელსაც სათავეში სახელგანთქმული გმირი ადმირალი ლუკარისი ჩაუდგა. უკვე ალყაშემორტყმულ კონსტანტინოპოლში უნიის მოწინააღმდეგენი გაჰყვიროდნენ სულთნის დოლბანდის ჯობს პაპისტიარას. რაც შეეხება დასავლეთს, მას ბიზანტიისათვის არავითარი ქმედითი დახმარება არ გაუწევია. რომი გულგრილად ერთგვარი ფარული ნიშნის მოგებითაც კი ადევნებდა თვალს ბიზანტიის აგონიას. არანაკლებ ტრაგიკული განყოფა შეიტანა უნიამ უკრაინაში. ქვეყანა ფაქტიურად ორ ნაწილად გაიღო. დასავლეთი ანუ უნიატური უკრაინად და აღმოსავლეთ ანუ მართლმადიდებლურ უკრაინად, რის შედეგადაც იქ დიდხანს არ წყდებოდა შინაომები. ეს სიტყვები ნათქვამია უკრაინაში მიმდინარე მოვლენებამდე მრავალი წლის წინ. განახეთ რა ხდება ახლა უკრაინაში. ზუსტად ეს ორი უკრაინელი ხალხი ძირითადად აღმოსავლეთი და დასავლეთი ბრძოლობს ახლა ერთმანეთთან. ორივე სლავები. თურქეთში მცხოვრებ სომეხთა უდიდესმა ნაწილმა კათოლიციზმი მიიღო, მაგრამ 1915 წლის გენოციდის დროს, როდესაც 2 მილიონი სომეხი გაჟლიტეს, კათოლიკურ ქვეყნებს არც კი უცდიათ თავიანთ ერთ მორწმუნეთად დაცვა, მიუხედავად იმისა, რომ თურქეთში გერმანიისა და ავსტრიის ჯარები იდგნენ, რომლებიც წინ იყვნენ გაფრთხილებულნი მოსალოდნელი დანაშაულის შესახებ და თავად გახდნენ სისხლიანი ტრაგედიის მოწმენი. რა მოხდებოდა საქართველოში, მას რომ უნია მიიღო? იგივე შიდა დაყოფა და შუღლი. საქართველოში ხალხის ერთიანობის მთავარი საყრდენი მართლმადიდებლობა იყო. უნია რელიგიურად და ეთნიკურად გაერთიანებულ ერთ ფსიქოლოგიურ გარემოში მყოფ ქვეყანას სამთავროებად დაშლიდა, რომლებიც ერთმანეთთან მუდმივ ბრძოლაში იქნებოდნენ ჩაბმული. ეს კი ობიექტურად ქვეყნის ისლამიზაციას შეუწყობდა ხელს. საბა ორბელიანმა კათოლიციზმი მიიღო, რათა დასავლეთის ქვეყნების მთავრობებთან კავშირი დაემყარებინა და საქართველოსთვის რაიმე დახმარება მიიღო, მაგრამ ევროპიდან ვალების გარდა არაფერი წამოუღია. ასე რომ დავფიქრდეთ ამაზე, როდესაც ჩვენ გვაქვს ასეთი საუნჯე, ასეთი საგანძური, რომელსაც მართლმადიდებლობა ქვია, ამას უნდა გაუფრთხილდეთ. და მეტად სახიფათოა ეს ტენდენცია, როდესაც მავანნი სულ რამდენიმე წლის წინ ხედავდით ჩვენ, ჩადიან კათოლიკეებთან და დიპირ ამბებს უმღერიან იქ და გალობენ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. არ შეიძლება იმათთან კავშირი. არავითარ შემთხვევაში, მათ სხვა მიზნები აქვს საქართველოში. არ შეიძლება ასევე ტოლვა ევროკავშირისაკენ, ამ ოდიოზური ორგანიზაციისაკენ. და რატო? 2003-2004 წლებში საქართველოში გამოჩნდა ისეთი სახიფათო ორგანიზაცია, რომელსაც თავისუფლების ინსტიტუტი ერქვა. და ალბათ ეხლაც არსებობენ სადღაც. მათი პროგრამა იყო ასეთი: ბრძოლა ეკლესიასთან და ბრძოლა ეროვნულობასთან. და როდესაც ისინი შემოვიდნენ თავიანთი ადეპტებით აქ საქართველოში, გამოწვრთნილი ქართველებით, მხოლოდ გვარებით ქართველებით და არა ღმერთით ან სამშობლოთი, და დაიწყეს მომზადება არჩევნებისათვის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ,
აღმოჩნდა ისე, რომ ხალხმა დაიწყო მათი პატივისცემა და დაყვანისცემა. ჩვენ ვამბობდით მაშინ, ვამხელდით ამ ორგანიზაციას და მათ ადეპტებს, ეს ხდებოდა 2003-2004 წლებში. ვეუბნებოდით ხალხს, რომ არ შეიძლება ამათი მხარდაჭერა, არ შეიძლება ამათი ნდობა, მაგრამ არ დაგვიჯერეს 97%-მა მისცა ხმა მათ და მივიღეთ ის, რაც მივიღეთ. დღეს არ შეიძლება ამ შეცდომის დაშვება. ჩვენ, რა თქმა უნდა, არ უნდა ვიყოთ იზოლაციაში, უნდა გქონდეს ურთიერთობა, როგორც დასავლეთთან, ისევე აღმოსავლეთთან და ისევე ჩრდილოეთთან, მაგრამ ერთი რამ უნდა გვახსოვდეს, რომ ისინი არასდროს არ იქნებიან ჩვენი მეგობრები, მათ საკუთარი ინტერესები აქვს საქართველოსთან და რაც დაემართა ბიზანტიას, ის არ დაგვემართოს ჩვენ ქართველებს. ერთმა დაგლოცოთ და გაგვეთქვით.